ჩვენი იმერული დილა აი ასე საოცრად დაიწყო. სასწაულად მობედნიერებს ასეთი ამინდები. ბევრმა იკითხეთ, აი ეს რა არისო და ჰიდროელექტროსადგურივით ჰქონდა ამოშენებული სახლს, თუმცა უცნაური არის ის, რომ შუქი რამდენიმეჯერ ჩაგვიქრა. წინა დღის დასტრესილ დაღლილებმა კარგად დავისვენეთ და ამასობაში კვების როც მოვიდა, გადაწყვიტე მაქსიმესთვის გამეკეთებინა ბროკოლი და ამას კი ნახავდი წინა ვიდეოში, გამოვიყენეთ ჩემი აეროგლი, რომელიც თან მქონდა წამოღებული. ბროკოლი გადავურიო ბანანში და მე მგონი არ იყო კარგი იდეა, როგორც მე არ მომეწოდებოდა, ისე არ მოეწოდა მაქსიმესაც. და ამასობაში უკვე სტუმრები მოვიდნენ, ეს არის დედაჩემი და ჩემი რამდენიმე უსაყვალესი ნათესავი. რადგან ჩვენ ვეღარ ვახერხებდით ჩასვლას ქუთაისში, თავად გვესტუმრნენ. დედა კი სტუმრად იყო ჩემს ნათესავებთან და ბარემ ჩვენ გამოვყვა თბილისისკენ. აეროგლში გავუშვით ეგრევე სამწვადე და დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდით გარეთ. ჩემს ნათესავს კი შეხვდა ქეითი თავის დროზე ქორწილში, თუმცა იმდენად ბევრ ადამიანთან მოუწია კომუნიკაცია, რომ ასე ყველა რა ხსნოდა და ამიტომაც ფაქტობრივად ყველა თავიდან გაიცნო. მოკლედ ეს ადგილი კარგად ავითვისეთ, დაუკრიფეთ უგემრიელესი ბარბარისები, ვისადილეთ და უკვე ჩვენი წასვლის დრო დადგა, იმიტომ რომ ქეითისთვის მინდოდა მეჩვენებინა ჩემი იმერეთის სახლი. როგორც იცით, ჩემს სახლამდე გზა არის უბრალოდ არ არსებული, ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ ქეითი, დედაჩემი და რორი წასულიყვნენ მთიდან. იგი მაქსიმესთან ერთად დავრჩი, იმიტომ რომ მან ჩასვლას იგიჟე იქნებოდა. რორიმ დატოვა დედა და სიდედრი, ამოვიდა და უკვე მანქანით ქვებიდან მივუტექით გზას, რომ უკან მომავალი ქეითი და მაია აგვიყვანა. ყველაზე სასაცილო ჩემს არის, რომ წარმოვიდგენ როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ არც ეს არის ერთმანეთის ენა. აქ დაგვხვდა ჩვენი მეზობელი თორნიკე, ძალიან კი ვეცადეთ, რომ გაგვეგზელებინა გზა, მაგრამ ნუ შეუძლებელი იყო, კი ხედავთ რა ის მანქანა. საერთოდ ფეხითაც როგორ გადავედით არ ვიცი. ქეითი ცოტა გაოცებული ჩამოვიდა, რატომღაც ეგონა რომ ჩემი სახლი კარგ კონდიციაში იყო არა და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა ისევ და ისევ გზის არარსებობის გამო ვერაფერს ვაკეთებ უკვე ამდენი წელია. თუმცა მისთვის განსაკუთრებული კულტურული შოკი იყო მანქანით მგზავრობა, ჯერ ზოგადად როგორც დადის ხალხი და მერე ის რომ ხან ძროხა, ხან ძაღლი, ხან ცხენი გადმოგვიხტა წინ და ძალიან ეშინოდა. საბოლოო ჯამში ძალიან სასიამოვნო ორი დღე გავატარეთ, თუმცა როგორც გითხარით, საკმაოდ დავიღალე და შემდეგისთვის პატარა ბავშვთან ერთად ამ ხელა გზაზე მე წამსვლელი აღარ ვარ.